როცა დედა ყველაზე მეტად ენატრება, ამ ადგილას მოდის. ყოველ დღე მის მოლოდინშია. არ იცი სად არის, მაგრამ შეერა რომ ცოცხალია და ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდება. მაგდა მამალაძეს ხორბა უკვე 2 წელი და 3 თვეა ჯოჯოხეთად ექცა. გოგონა 2014 წელს თბილისიდან გაუჩინარებულ დედას ეძებს. ყველაფერი ასე დაიწყო. ბათუმელი ქალბატონი 14 წლის წინ იტალიაში ემიგრაციაში წავიდა. ნონა ცინცაძეს ერთადერთი ქალიშვილისთვის, მაგდა მამალაძესთვის უზრუნველი მომავალი უნდა შეექმნა. პატარა მაგდა ბათუმში ბებიასთან იზრდებოდა. ნონა შვილისა და დედის სანახავად საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიოდა. ბავშვობაში აი ამ სახლში ცხოვრობდით მე, დედა და ბებია. ბებიას გარდაცვალების შემდეგ გადავედით დიდი ხომში საცხოვრებლად ეს სახლი გავყიდეთ. და ალბათ ეს პერიოდი იყო ბავშვობაში ჩემთვის ყველაზე ბედნიერი პერიოდი, რადგან დედა გვერდით ყავდა და ასევე ბებიაც. დიდი ხომში შეძენილი სახლის გაყიდვა მოგვიანებით მოუწიათ. მაგდას დედა მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა. მისი მეუღლისთვისაც მეორე ქორწინება იყო. წყვილი ერთად თითქმის არ ცხოვრობდა. ბეჟანი გერმანიიდან ჩამოყვანილი ავტომანქანებით ვაჭრობდა. ევროპაში ყოველი ჩასვლისას ნონას იტალიაში ნახულობდა. 2008 წელს მაგდაც დედასთან გაემგზავრა. სკოლაში სწავლაც იტალიაში განაგრძო. დედაშვილის ცხოვრება ჩოლ რიტმში მიდიოდა. მაგდა სწავლობდა, დედა მუშაობდა, თანხას აგროვებდა თავის სამშობლოში ბინის აღედლად. როგორც მაგდა ამბობს, 2013 წლის აგვისტოს ბოლოს სწორედ სახლის შესაძენად ნონა მეუღლესთან ბეჟანთან ერთად იტალიიდან საქართველოში ავტოტურით გამოემგზავრა. თან 30,000 ევრო ჰქონდა. ნონა სამსახურში მალევე უნდა დაბრუნებულიყო. ბინა შეარჩია, თანხა მეუღლეს დაუტოვა და იტალიაში დაბრუნდა. ბეჟანი დაურეკა დედაჩემს და ასე უთხრა, რომ ეს ბინა ორ ძმას ეკუთვნისო, რომ ერთი თანახმა არის, რომ გაიყიდოს ბინა და მეორე, უარზი არის. ამის გამო არ შეიძლება რომ ვიყიდოთო. გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში ნონას მეგობარი გამოემგზავრა იტალიიდან, რომელსაც დამატებით 15,000 ევრო გამოატანა და რომელიც კვლავ ნონას მეუღლის ხელში მოხვდა, სახლისთვის თანხის დამატების მიზნით. ბეჟანი გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ ამ თანხით უკვე იყიდეს ეს ბინა, რომ უკვე რემონტია. ნონა სამშობლოში დასაბრუნებლად მზად იყო. ბეჟანმა 3 ოთახიანი ბინა იყიდა. ამას ადასტურებს ნონას და მისი მულის სოციალური ქსელის მიმოწერაც. რომ ჩამოვალ დაგილოცავ და მოგილოცავ. აუცილებლად. ჩემი ნახე, ხომ არ ყოფილხარ? არ ყოფილვარ, მაგრამ ვიცი, მითხრა სადაც არის. მე არც ადგილი ვიცი, სად არის და არც ბინა მინახავს. ბეჟომ გადაწყვიტა ყველაფერი. ხო, მაგიც უც არაფერს იყიდა, ვიცი რომ შენი ძალიან კარგია, მეტროდელისთან არის ახლოს. ნონამ ემიგრაციის დროს შეძენილი საოცნებო სახლისთვის საჭირო ნივთებით შეიძინა და წამოსაღებად მეუღლეს გერმანიაში დიდი ზომის ფურგონის ტიპის ავტომობილი შეძენა სთხოვა. როგორც მაგდა ამბობს, შეთანხმებისამებრ ბეჟანი ახალი მანქანით ივლისის ბოლოს იტალიაში ჩააკითხავდა მეუღლეს და სახლისათვის შეძენილ ნივთებს საქართველოში ერთად ჩამოიტანდნენ. დაახლოებით ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე, ერთი თვე ველოდებოდით ბეჟანს. ამბობდა, რომ ჩავიდა გერმანიაში, მაგრამ ვერ ნახა მანქანა, რაღაც არ მოეწონა, რაღაც გაფუჭებული იყო, მერე ნომრები ვერ აიღო ვითომ ტრანზიტი. 2014 წელი, ივლისი, იტალია, მაგდა და დედა გერმანიიდან ბეჟანს ელოდებოდნენ. თუმცა ლოდინი დიდხანს გაგრძელდა. გოგონას მშობლიური ბათუმი და ზღვის სანაპირო ენატრებოდა. 7 აგვისტოს მაგდა მარტო ჩამოფრინდა სამშობლოში. ნონა კი მეუღლეს ელოდა. მეორე თუ მესამე დღეს დედაჩემი მირეკავს და მეუბნება, რომ მაგდა ძალიან ნერვიულობ, ბეჟანს ტელეფონი აქვს გათიშულიო. და რავი, მეც ავნერვიულდი, მე ვამშვიდებდი ყველანაირად. დედაჩემის დაქალი შეესწრო იმ ფაქტს, რომ ნონა დედაჩემი წერდა ბეჟანის შვილს გოგიტას, წერდა, რომ ნერვიულობ, ბეჟანი არ ჩანსო, ის ამშვიდებდა, რომ არაუშავსო, ყველაფერი კარგად იქნებაო, ნერვიულობ გამოჩნდებაო და ბოლოს დედამ რომ მიწერა, რომ უკვე პოლიციაში უნდა დავრეკო, რომ ძალიან ნერვიულობ, რამოდენიმე წუთში შემოდის ბეჟანის ზარი. დედაჩემის მობილურზე და ეუბნება, რომ ავარიაში მოხვდიო და უნდა გადავფრიდო საქართველოში და იქ დაგხვდებიო. მაგდას თქმით, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ნონა მეუღლეს ამშვიდებს და ეუბნება, რომ არაფერზე ინერვიულოს. ნონას მეუღლე თბილისის აეროპორტში ხვდება. საბედისწერო თარიღი 2014 წლის 13 აგვისტო, თბილისი. ცოლ-ქმარი მულის სახლში დაბინავდა ცინცაძის ქუჩაზე. ბეჟანის მობილური ტელეფონიდან დედა მაგდას უკავშირდება. 13-ვე დილით მირეკავს და ჩამოვედიო, დავიღალ ძალიან დააგვიანა რეიცმაო, ბინის სანახავად ვაპირებ გასვლასო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ამ საუბრის შემდეგ დედაშვილს შორის კონტაქტი აღარ შემდგარა.
15 აგვისტოს გაუჩინარებული ნონას ძებნას მეუღლე იწყებს. უკავშირდება ბათუმში მყოფ მაგდას და ეკითხება ხომ არ იცის დედის ადგილსამყოფელი. გოგონა არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. მათ დიალოგში გაირკვა, რომ 15 აგვისტოს ნონა ცინცაძე სილამაზის სალონში აპირებდა წასვლას. თვითონ ბეჟანი რაჭაში შვილთან წასულა. ნონას კვალი სახლიდან გასვლის შემდეგ იკარგება. ბეჟანი ამბობს, რომ დედა გავიდა სალონშიო, დილით მე წავედი რაჭაშიო, თუმცა მისი შვილი გოგიტა ამბობს, რომ რაჭაში ისე ჩამოვიდა, რომ არც დაურეკავს, არც გაუფრთხილებიაო, ამოვიდაო, ბავშვებს ეთამაშაო, დაიძინა და ისევ წამოვიდა უკანო. რაჭიდან თბილისში დაბრუნებული ბეჟანი პოლიციას ხოს დაკარგული მეუღლის ძებნის ოპერაციაში დახმარებას. საბურთალოს ქუჩაზე, საიდანაც ნონა ცინცაძე სახლიდან გამოვიდა, რამდენიმე კამერაა დამონტაჟებული. წესით ქალბატონის მარშრუტი მას უნდა დაეფიქსირებინა. გამძიებელი მეუბნება, რომ ეს კამერები არ მუშაობსო, იმ ქუჩაზე რაც არისო, გათიშულიაო. ბეჟანი 7 თვე არ იყო დაკითხული. თუმცა უფრო ადრე შეიძლებოდა მისი დაკითხვა, მით უმეტეს, რომ პირველი ეჭვმიტანილი ბეჟანია ამ ყველაფერთან, ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ შეხვედრას და იმ აფთითიდან გამოწეულ აბსურდულ გამართლებებს ის რომ იძახის რომ თურმე ოჯახიდან მისი მეუღლე გავიდა და მან აზრი არ არის რომელი მიიღებს მაგას რომელიც საგად მოაზროვნე ადამიანი შეუძლეს იმას რომ 6-7 თვის უნახავი ერთმანეთს შეხვდით და ჩამოვიდა თუ არა იმ დღესვე გავიდა და დაიკარგა ამბობს რომ 45000 ევრო უგზო-უკლად გაუჩინარდა და ბინა რომელიც მისმა მამინაცოლმა იყიდა არ არსებობს. ბეჟანი ბოლოს გასულ წელს ნახა, მასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. დავჯექით თუ არა თვითონვე დაიწყო საუბარი. აი არც კითხვა დამისვამს არანაირი, არც არაფერი, აი თვითონ თითქოს დაზეპირებული ქონდა ტექსტი, მე თქვათ რა კითხვები მექნებოდა, დაიზეპირა თვითონ ტექსტი და თვითონ დაიწყო ლაპარაკი რა. და უკვე ვატყობდი რომ ანუ ძალიან ისე საუბრობდა რა, ძალიან დაზეპირებული მართლა, ძალიან ისეთი შექმნილი ტექსტი. მაგის შემდეგ არც დაურეკავს, არც მე მოუკითხე რა არის დედაჩემი საქმე. თავისუფალმა თემამ ნონა ცინცაძის მეუღლესთან სცადა დაკავშირება. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ბეჟან ტურცაძე ალექსანდრე ყაზბეგის 16 ნომერში უნდა ცხოვრობდეს, თუმცა აღნიშნულ მისამართზე ინფექციური საავადმყოფოა. ეს ნონა ცინცაძის მულის სახლია. სწორედ ამ სახლში გაათია ბოლო ღამე დაკარგულმა ქალბატონმა მეუღლესთან ერთად. ახლა აქ ნონას მულის ნათესავი ცხოვრობს. როგორც ბეჟანის და ამბობს, ბოლო 1 თვეაც მასთან არანაირი კონტაქტი არ აქვს. არც მისი საკონტაქტო ტელეფონი მოგცა. ძალიან გამიმწყდა ურთიერთობა და არ მაქვს ეს ბოლო თვეები საერთოდ არ მაქვს არანაირი შეხება. გოგონა გამოძიებამ არცნო დაზარალებულად, მაგდა ამ დრომდე მოწმედ ითვლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებენ. ნუ ერთადერთი რაცაც მეუბნებიან არის რომ აი ოპერატიულად მუშაობთ, აი რა გავაკეთოთ. აი არ ვიცი რას ნიშნავს. სპეცსამსახურებს კონკრეტულად უშუალოდ პირველ ჯგუფსაც და მეორე ჯგუფს, ვინც ამ საქმეს აწარმოებდა, თუ კი გამოიკვეთა რაღაც შეგნებულად მიმართულება იმისა, რომ საქმე მიჩქმალულიყო და გადატანილიყო გაუხსნელებში. ნურავი იფიქრებს, რომ ეს ასე ჩაივლის. ეს ნივთები ნონა ცინცაძემ იტალიიდან ჩამოიტანა. გოგონა დედის ნაკონტანსაცმელს საგულდაგულოდ ინახავს და მსჯერა რომ ოდესღაც დაბრუნდება. ეს ის ნივთებია, რომელიც დედამ ჩამოიტანა იტალიიდან ჩამოსვლისას და ანუ მე ისე ვინახავ ისევე როგორც ჩამოიტანა, ისე ჩალაგებულია. ნუ ალბათ იმიტომ რომ ველოდები მას, როდესაც დაბრუნდება, ისე დახვდება მისი ნივთები. მას შემდეგ 2 წელი და 3 თვე გავიდა. დაკარგული ქალბატონის ყოლს ვერსად მიაგნეს. მაგდა ახლა 19 წლისაა. დამოუკიდებლად ცდილობს ცხოვრებას შიშველი ხელებით ებრძოლოს და დაადგინოს სიმართლე, სად, რა ვითარებაში და როგორ გაუჩინარდა დედა, რომელიც მისთვის ყველაფერია. მას მატერიალური შესაძლებლობაც არ აქვს, რომ აიყვანოს ადვოკატი, რომელიც სიმართლის გარკვევაში დაეხმარება. მაგდას ახლა ყველაზე მეტად საზოგადოების თანადგომა სჭირდება. დედაჩემს ვეტყვი, რომ თუ ისმენს, რომ ყოველდღე ველოდები, თუ სადმე არის და არასდროს არ ეგონოს, რომ ან დამოვიწყდა, ან არ ვფიქრობ მასზე ეს არასდროს არ მოხდა. გელოდები ნოჩა.